ესეთი ჩვილები თბილისშიც არ არის. ხშირად არის ხოლმე კითხვა სხვათა შორის, რომ წინათ ესენი რო არ ქონდა ბავშვები რა არიზდებოდნენ? ვიზდებოდით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ წინათ და ეხლას ვერ შევადარებთ. იმიტომ რომ წინათ ჩვენ მთელი დღე ქუჩაში ვიყავით. ოღონდ მართლა. ეზოში ვიყავით და ვთამაშობდით. ეხლანდელი ბავშვი ეზოში არ არის. არ თუ არის ეზოში, ხო ვუყურებ ჩვენ ეზოში ხა ბავშვებს. ასე ჩამოდიან, თუ არ გააგდებინე ის რაღაცა, ვეუბნები იმ დღეს რეზინობანა ვითამაშოთ, მეთქი შემომხედეს ვიღაცა. ბებია, მოვიდა ვიღაცა და რა არისო რეზინობანაო. ეს არ არის ის დრო და ამიტომ ჭირდებათ ჩვილობიდან აი ესეთი რაღაცები, იმიტომ რომ ბუნება ამას მოითხოვს. ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 1000 წლის მერე სხვანაირი ტვინი გვექნება ზუსტად ვიცი. იმიტომ რომ ნელა იცვლება ეს ეპიგენეტიკა ძალიან და ეხლა არა გვაქვს ეგეთი და შედეგი გვაქვს ძალიან აი ხშირია, რომ აი ბავშვი მშობელი გეუბნება არაფერს არ მიჯერებს, მანდა მაინც წავა, უნდა ტლაპოში ჩაწვეს, ქვას ხელი მოკიდოს. აი ესეთ თამაშებს რო ეთამაშები და შენ რო ჩააწვენ ტლაპოში და ქვებზე ხელს მოაყიდებინებ, ქცევის მართვას თვითონ შეძლებს და ნერვებს აღარ აგიშლის, იმიტომ რომ ეს დაკმაყოფილებული აქვს.